ალბათ ყველას გვახსოვს ის პერიოდი, როდესაც მიტოქონდრიაზე მხოლოდ ის ვიცოდით, რომ უჯრედის powerhouse იყო. ანუ ის იყო პასუხისმგებელი უჯრედის ენერგეტიკულ მოთხოვნილებაზე. მაგრამ როგორც კი სამედიცინოზე ჩავაბარეთ, მივხვდით, რომ ეს იმაზე მეტია ვიდრე ერთი ესეთი წინადადება, მრავალი პროცესის ერთობლიობა, რომელიც თანმიმდევრულია და ზოგჯერ ციკლურიც, მაგალითად კრეფსის ციკლის შემთხვევაში და მკაცრად რეგულირებადი პროცესია. დღეს განვიხილავ კრეფსის ციკლს, რომელსაც ასევე ეძახიან TCA cycles ან ციტრატის ციკლს და განვიხილოთ ზუსტად რომელი ენზიმები მონაწილეობენ, რომელი პროტეინები, რომელი სუბსტრატები და რა პროდუქტებს ვიღებთ და რა ენერგეტიკული ღირებულება აქვს მას. რადგან მიტოქონდრიაზე უნდა ვისაუბროთ, ორი სიტყვით მინდა განვიხილო რა არის მიტოქონდრია. ზოგადად უჯრედი არის პლაზმური მემბრანით გარშემორტყმული ეუკარიოტული უჯრედი, რომელშიც შიგნით ციტოპლაზმაში მდებარეობს სხვადასხვა ორგანელები და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანელა არის ბირთვი. თუმცა ბირთვის შემდეგ ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ღირებული უჯრედისთვის არის მიტოქონდრია. ასევე გვაქვს ენდოპლაზმური რეტიკულუმი, რომელიც არის გლუვი და ხორკლიანი, გოლჯის კომპლექსი და ასე შემდეგ. რაც შეეხება მიტოქონდრიას, იმით გამოირჩევა, რომ მას აქვს ორმაგი მემბრანა, რაც გულისხმობს, რომ აქვს შიდა მემბრანა და გარეთა მემბრანა. შიდა მემბრანა ქმნის სტრუქტურას, რომელსაც ქვია კრესტები და ის შემოფარგლავს სივრცეს, რომელსაც ვეძახით მატრიქსს და შიდა მემბრანასთან ძალიან ახლოს არის გარეთა მემბრანა და შიდა და გარეთა მემბრანა შორის არის მცირე სივრცე, რომელსაც მემბრანათა შორის სივრცეს ვეძახით. რა არის ახლა აქ მნიშვნელოვანი რომ გავიაზროთ, რომ შიდა მემბრანა ბევრად უფრო მეტად სელექციურია, ვიდრე გარეთა მემბრანა, თუმცა ამ სელექციურობას და permeability-ს, ანუ გამტარებლობას, გამოვლობას აკონტროლებს ბევრი სხვადასხვა ცილები. მაგალითად, BCL ოჯახის მოლეკულები, რომლებიც აკონტროლებენ, რამდენად გამოვლადი იქნება ეს მემბრანა. თუ გაიზარდა, ან უნდა გაიზარდოს საჭიროებიდან გამომდინარე მიტოქონდრიის მემბრანის permeability, ეს იმას ნიშნავს, რომ ციტოქრომ C ინტერმემბრანული სპეისიდან, ანუ მემბრანათა შორის სივრციდან გამოვა გარეთ და დაიწყებს აპოპტოზს, გააქტიურებს კასპაზებს და ამით აპოპტოზს დაიწყებს. ანუ უჯრედის სიკვდილი მოყვება ამას. მაგრამ თუ უჯრედი კარგად ფუნქციონირებს, მისი ხანგრძლივობა არ არის გასული, მაგალითად ერითროციტის ხანგრძლივობა არის 120 დღე. 120 დღის შემდეგ ის აპოპტოზს გადის, თუმცა იქამდე თუ მას ის ჯანმრთელია და არანაირი პრობლემა არ აქვს, წესით აპოპტოზი არ უნდა განიცადოს. ამისთვის მჭირდება, რომ ისეთი BCL-ებიც მქონდეს, რომლებიც permeability-ს გაზრდას ხელს შეუშლის და ისეთი BCL-ებიც მქონდეს, რომელიც პირიქით გაზრდის საჭიროებიდან გამომდინარე და მაქვს ამათი მარეგულირებელი კიდევ სხვა პროტეინები. შესაბამისად, ამით იმის თქმა მინდა, რომ მიტოქონდრიის შიგნით სივრცე, როგორც მემბრანათა შორისი სივრცე, ისე მატრიქსი ძალიან განსხვავდება მიტოქონდრიის გარეთ ციტოპლაზმაში არსებული სივრცისგან. და ზოგადად უჯრედის შიგნით იონების კონცენტრაცია თუ სხვადასხვა სახის ნივთიერებები ბევრად უფრო განსხვავებულია, ვიდრე უჯრედის გარეთ. შესაბამისად, პლაზმური მემბრანა, რომელიც დინამიური სტრუქტურა არის, აი ამ მკაცრ ბარიერს აავლებს ხაზს. მიტოქონდრია ყველა უჯრედს აქვს თითქმის გარდა ერითროციტებისა, mature ერითროციტებისა და ტერმინალური კერატინოციტებისაგან. რაში ჭირდება ან რაში არ სჭირდება უჯრედს მიტოქონდრია? მაგალითად, თუ ავიღებთ ერითროციტს, როგორც გითხარით, mature ერითროციტს, რომელიც უკვე სისხლში მოძრაობს, არ აქვს მიტოქონდრია, მაგრამ მიტოქონდრიასთან ერთად არ აქვს უმეტესი სხვა ორგანელები და ერთ-ერთი არის ბირთვი. ამას იმიტომ აკეთებს, რომ სჭირდება თავისი მთლიანი ციტოპლაზმა, გაჯერებული იყოს და სავსე იყოს ჰემოგლობინებით. რატომ? იმიტომ რომ ჰემოგლობინა უნდა მიიკავშიროს ჟანგბადი და ამ ჟანგბადის დისტრიბუცია უნდა მოხდეს მთელ ორგანიზმში. რატომ? რომ ეს უჯრედი შევიდეს უჯრედში, მიტოქონდრიაში, კერძოდ და უჯრედის მიტოქონდრიაში მიიღოს ელექტრონები და ჩვენ ვახსენებთ ამ პროცესს კიდევ ერთხელ უფრო დეტალურად მოგვიანებით და ამით ATP-ის წარმოქმნაზე არის ეს პასუხისმგებელი უჯრედში. ანუ ეს ჟანგბადიც კი ჭირდება, რომ გადავახურდავოთ, უხეშად რომ ვთქვათ, ATP-ად და ATP-ის ენერგია, რომელიც მაკროერგულებით არის წარმოქმნილი და მისი ჰიდროლიზის შედეგად მიღებული ენერგია სხვადასხვა პროცესებში გამოვიყენოთ. იმიტომ რომ ყველაფერი პასიური არ არის და შეიძლება რაღაც პროცესებს ATP დასჭირდეს, ხო? მაგალითად, სოდიუმ-პოტასიუმ პამპი, რომელიც მდებარეობს
უჯრედის მემბრანაში და პასუხისმგებელია, რომ ნატრიუმი, 3 ნატრიუმი გაიყვანოს უჯრედიდან და 2 ნატრიუმი, 2 კალიუმი შემოიყვანოს. სოდიუმ, პოტასიუმ, ფამფი, რომელიც ATP dependent არის. ლოგიკური კითხვა არის, რატომ არის მაგალითად ATP-ზე დამოკიდებული ეს კონკრეტული ფამფი. იმიტომ რომ სოდიუმის კონცენტრაცია უჯრედის გარეთ ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უჯრედის შიგნით და პოტასიუმის კონცენტრაცია უჯრედის შიგნით ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უჯრედის გარეთ. შესაბამისად, კონცენტრაციული გრადიენტის საწინააღმდეგოდ, როდესაც გადამაქვს, ანუ უჯრედის გარემოში, როდესაც გადამაქვს სოდიუმები, ამას სჭირდება ენერგია. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, პლაზმურ მემბრანაში მაქვს ჩაშენებული სელექციური თუ არასელექციური ჩანელები, რომლებიც ასევე ატარებენ სოდიუმს, თუმცა ეს პასიური მოძრაობა შეიძლება ვოლტაჟზე და სხვა საკითხებზე იყოს დამოკიდებული, მაგრამ პასიურია, რატომ? იმიტომ რომ კონცენტრაციულ გრადიენტს მიყვება. ანუ უჯრედის გარედან შიგნით შემოვა. რატომ საუბრობთ ამდენს? იმიტომ რომ თუ მიტოქონდრიის პრობლემაა და მიტოქონდრიის დისფუნქცია არის და ATP-ს მიტოქონდრია ვერ აკეთებს, გამოდის რომ სოდიუმ, პოტასიუმ, ფამფი, რომელიც ერთ-ერთი მაგალითია ATP dependent სტრუქტურის, ვეღარ მუშაობს. რაც გამოიწვევს რას? კრიტიკულად მნიშვნელოვან პროცესებს, ცვლილებებს. ანუ სოდიუმი გარეთ ვეღარ გავა, ანუ შიგნით დაგროვდება უჯრედის შიგნით. და როგორც იცით, სოდიუმი არის ოსმოსურად აქტიური ნივთიერება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის წყალს შემოიყვანს. ანუ წყალი უჯრედის გარედან შიგნით შემოვა და უჯრედი დაიწყებს swellings, ანუ გადიდდება, შესივდება და თუ ეს პროცესი, რაც მიტოქონდრიის დისფუნქციას იწვევს, შექცევადი არ იქნება, ანუ ან არ მოუხსნით, ან არ შევაკეთებთ და მიტოქონდრიის დისფუნქცია დარჩება ხანგრძლივად, ან გაუარესდება სიტუაცია, ის ინჯურიოს სტიმული უფრო გაიზრდება, ან გამრავლდება, მაშინ იმდენად გადიდდება უჯრედი, რომ პლაზმური მემბრანა დაკარგავს ინტეგრულობას. რაც იმას ნიშნავს, რომ უჯრედი გასკდება. თუ უჯრედი გასკდება, მაშინ უჯრედის შიგნით რაც არის ნივთიერებები გადმოიღურება უჯრედის გარეთ და ეს ყველაფერი, თუნდაც ის ATP, თუნდაც ის მაღალი პოტასიუმის კონცენტრაცია, რომელიც უჯრედის შიგნით არის ნორმა, თუნდაც ის ციტოქრომ C და ასე შემდეგ, უჯრედის გარეთ როდესაც მოხდება, ის მუშაობს როგორც DAMPs. DAMPs არის აბრევიატურა, რომელიც ნიშნავს damage associated molecular patterns, რომელიც დაუკავშირდება T-სელის რეცეპტორს და დაიწყება ანთება. ეს არაფერია გარდა იმისა, თუ ნეკროზი. ანუ ნეკროზი არის უჯრედის კუტომა, რომელიც ანთებას იწვევს. განსხვავებით აპოპტოზისაგან, რომელიც არის კულტურული უჯრედის კუტომა და იქ ანთებითი პროცესი არ მიმდინარეობს, რომელიც უკვე განვიხილეთ. რომელსაც აქვს ორი გზა, უხეშად რომ ვთქვათ, მიტოქონდრიული და უჯრედის გარეთა გზა, ჩვენ კონკრეტულად მიტოქონდრიული ვახსენეთ ციტოქრომ C-სთან მიმართებით. და ტერმინალური კერატინოციტებიც ვახსენე, რომელსაც ასევე არ აქვს მიტოქონდრია, უბრალოდ კარგავს ისიც როგორც ერითროციტი. ამას იმიტომ აკეთებს, რომ ტერმინალური კერატინოციტები გარეთა შრეს აკეთებენ, რომელიც მკვდარი შრი არის კანის და არ სჭირდებათ ფუნქციური მიტოქონდრიები უჯრედის შიგნით. თუმცა დანარჩენ ყველა უჯრედს მიტოქონდრია გააჩნია. მიტოქონდრია სჭირდებათ არსებობისთვის, გამრავლებისთვის, ზრდა-განვითარებისთვის და ასე შემდეგ, დიფერენციაციისთვის. მაგრამ მიტოქონდრიის რაოდენობა, ფორმა, ზომა, სტრუქტურაც კი, საერთო core სტრუქტურა აქვს ნამდვილად ყველას საერთო, თუმცა არის რაღაც სპეციფიური დეტალები, რითიც განსხვავდება. მაგალითად, ჰეპატოციტი, რომელიც საკმაოდ აქტიურად მოიხმარს მიტოქონდრიის ამ ყველანაირ რესურსს, ბევრად უფრო დიდი რაოდენობის მიტოქონდრია აქვს ციტოპლაზმაში, რადგან უფრო მეტი ფუნქცია და უფრო მეტი საქმე აქვს გასაკეთებელი ბრჭყალებში, ვიდრე თუნდაც resting lymphocytes ან თუნდაც fibroblasts. შესაბამისად, რაოდენობა, სტრუქტურა, ზომა მიტოქონდრიის სხვადასხვა სპეციფიურ უჯრედის ტიპებში განსხვავდება. არის პროცესები მიტოქონდრიაში, რომელიც ენზიმები მხოლოდ მიტოქონდრიაში არის და ციტოპლაზმაში არ არის, ანუ პროცესები, მეტაბოლიზმები უჯრედისთვის მნიშვნელოვანი, რომელიც ან მიტოქონდრიაში ხდება მხოლოდ, ან მხოლოდ ციტოპლაზმაში ხდება, ან არის ისეთი პროცესები, რომლის ნაწილი ციტოპლაზმაში ხდება, ნაწილი მიტოქონდრიაში. შესაბამისად, ეს რაც ვისაუბრეთ, მიტოქონდრიის სტრუქტურები აუცილებელია იმის ცოდნაში, რომ ვიცოდეთ, რომელი ენზიმი სად მდებარეობს და რომელი მეტაბოლური პროდუქტები სად უნდა ვეძებოთ, ციტოპლაზმაში თუ მიტოქონდრიაში.
საინტერესო ფაქტი მიტოქონდრიაზე კიდევ ერთი, რაც უნდა ვახსენოთ და შემდეგ შეგვიძლია გადავიდეთ სხვა საკითხზე, არის ის, რომ სინამდვილეში მიტოქონდრია ძალიან ადრე პრიმიტიული ეუკარიოტულ უჯრედების პერიოდში იყო აერობული ბაქტერია, ეუბაქტერია, რომელიც შეჭამა და გადაყვაპა ამ პრიმიტიულმა ეუკარიოტულმა უჯრედმა და იმის მაგივრად, რომ ეუკარიოტულ უჯრედს დაიჯესჩენი გაეკეთებინა ამ პრიმიტიული ბაქტერიის, სინამდვილეში სიმბიოზურ ურთიერთობაში მოვიდნენ. რაც იმას ნიშნავს, რომ ბაქტერიამ შესთავაზა ეფექტური ენერგიის წარმოქმნის გზა, ხოლო უჯრედმა ბაქტერია შესთავაზა protection, ნუტრიენტების მისცემა და საცხოვრებელი ადგილი. რაც დღემდე ესე არის. მიტოქონდრია ჩამოყალიბდა უჯრედის ორგანელად, რომელიც ეფექტურად გვაძლევს ენერგიას. ისიც აღსანიშნავია და ამ თეორიას ძალიან ჰიპოთეზას ძალიან კარგად ადასტურებს, რომ მიტოქონდრიას აქვს თავისი დნმ, ცირკულარული დნმ, ცირკულარული მოლეკულა, რომელიც ასინთეზირებს 13 ენზიმს და ეს 13 პროტეინი, 13 ენზიმი ზუსტად ის ენზიმია, რომელიც მიტოქონდრიის ოქსიდატივ ფოსფორილაციაში მჭირდება. ასევე tRNA-ს, რიბოსომულ RNA-ს, tRNA-ს, რომელიც ტრანსლაციისთვის და ამ ტრანსლაციური აპარატისთვის არის საჭირო. ის ლოკალურად ხმარდება, ანუ მხოლოდ მიტოქონდრიისთვის საჭირო პროდუქტებს ხმარდება ეს ცირკულარული დნმ, მისი ტრანსლაცია და შესაბამისი ტრანსკრიფცია. ამდენს იმიტომ საუბრობთ მიტოქონდრიაზე და იმიტომ ვახსენეთ ეს permeability და ყველაფერი, რომ ვიცით ყველა მაგალითად, რომ თუნდაც ანაერობულ სიტუაციებში, ანუ როდესაც ჟანგბადი არ არის, მაინც შემიძლია ATP-ის წარმოქმნა. ეს არის ანაერობული მარტივი გლიკოლიზი, ხომ? როდესაც გლუკოზიდან პირუატის მიღებამდე მივდივართ. მაგრამ თუ აერობული სიტუაციაა, უფრო ეფექტური გზა, რომ ეს პირუატი გამოვიყენო, ვიდრე თუნდაც ლაქტატად გადაქცევა არის რომ ეს პირუატი გარდაქმნა აცეტილ-კოად, ანუ პირუატი ერთ-ერთი წყაროა აცეტილ-კოასი და ეს აცეტილ-კოა შეუშვა კრეფსის ციკლში. აცეტილ-კოას აცეტილის ჯგუფი მაძლევს 2 კარბონის წყაროს, რომელსაც TCA ციკლში, ანუ კრეფსის ციკლში შეშვების შემდეგ სრულად ვშლი CO2-ად და წყლად. ამ პროცესის დროს გამოთავისუფლებული ენერგიები, რომელიც თუნდაც იმ ნადაშის პროტონის, ფადაშორის და GTP-ის გამოთავისუფლების შედეგად მიღებული არის, ის რომ ნადაში და ფადაშორი მნიშვნელოვანია. აი კონკრეტულად აქ გვაქვს ფოტო, რომელიც კარგად ასახავს ამ პროცესს. TCA ციკლიდან მიღებული ნადაში, ფადაშორი, GTP, ეს ნადაში და ფადაშორი წავლენ ელექტრონების ტრანსპორტ ჩეინში, სადაც ისინი ამ კომპლექსებს, აი რომელიც აქ მემბრანაში არის ჩაშენებული, მისცემენ ელექტრონებს და პროტონებს, ელექტრონებს იმისთვის რომ გადასცენ საბოლოო ჟანგბადს და ჟანგბადიდან მივიღოთ შემდეგ წყალი, ხოლო ეს პროტონები ყველა კომპლექსი არა, მაგრამ უმეტესობა კომპლექსების ეს პროტონები მატრიქსიდან გადავა მემბრანათა შორის სივრცეში. ანუ პროტონების ფამპი მოხდება, რაც იმაში მჭირდება, რომ ეს პროტონები ისევ მეხუთე კომპლექსით, რომელიც ATP სინთეზა არის, დავაბრუნო და ATP სინთეზას ვაიძულო ისე შეიცვალოს კონფორმაცია, რომ მატრიქსის მხრიდან მიმაგრებული ADP და არაორგანული ფოსფატიდან ATP წარმოქმნა. ანუ ეს TCA ციკლი ხმარდება იმას, რომ ამ პროცესის დროს, ამ ციკლის დროს გამოთავისუფლებული ნადაშები და ფადაშები არიან ძალიან კარგი ელექტრონების დონორები, რომლებიც ელექტრონის ტრანსპორტში ჩაერთვებიან იმ კომპლექსებს მისცემენ ელექტრონებს, რომლებიც მემბრანის მიტოქონდრიის შიდა მემბრანაში არიან ჩაშენებულები და ამ ელექტრონების მოძრაობის ხარჯზე გადასული პროტონები, რომლებიც ინტერმემბრანოუს სპეისში გადავიდა, ისევ ბრუნდებიან უკან ATP სინთეზაში და ATP-ს ვიღებ. და ამ ATP-ს როგორც გითხარით, ბევრ რაღაცაში ვიყენებთ, რაც მაგალითად მოვუყანეთ სოდიუმ-პოტასიუმ ფამპის.
აქ არის ძალიან კარგი დიაგრამა, რომელიც გვიჩვენებს, რომ აი გლიკოლიზის პროცესი როგორ მიმდინარეობს, გლუკოზიდან პირუატის მიღების, მაგრამ როგორც ხედავთ, ეს პირუატი მდებარეობს ციტოზოლში. რაც იმას ნიშნავს, რომ კი პირუატს შეგვიძლია გავაკეთებინოთ აცეტილ-CoA, მაგრამ ეს აცეტილ-CoA, რომელიც ციტოზოლში გაკეთდებოდა მაგალითად თეორიულად, ვერ შევიდოდა ვერანაირად მიტოქონდრიაში. რატომ? იმიტომ რომ permeability და სელექციურობა ძალიან მაღალი აქვს შიდა მემბრანას და მე მჭირდება რომ ეს აცეტილ-CoA მატრიქსში შევიყვანოთ. შესაბამისად, რადგან აცეტილ-CoA ციტოზოლში გაკეთებული ვერ შემყავს მატრიქსში, მაშინ პირუატს შევიყვან მიტოქონდრიუმის მატრიქსში და ამას იმიტომ შევიყვან, რომ მიტოქონდრია სპეციალური ფორა აქვს, რომელიც ამ პირუატს შიგნით შეიყვანს და უკვე მატრიქსში გარდაქმნი აცეტილ-CoA-თ. ეს არის ის მემბრანაში ჩაშენებული კომპლექსები, რომლებზეც ვისაუბრეთ, TCA cycle, რომელიც ნადაშებს და ხადაშებსაც ასევე აკეთებს. ეს არის ის კომპლექსები და ეს არის ის ATP სინთეზა, რომელიც აი როგორც ხედავთ, მატრიქსიდან შესული ADP და არაორგანულ ფოსფატთან აკეთებს ATP-ს, რომელიც შემდეგ ჯერ მემბრანათა შორის სივრცეში, ხოლო შემდეგ ციტოზოლში გადავა, ციტოპლაზმაში გადავა. პირუატს რაც შეეხება და აცეტილ-CoA-ს, აცეტილ-CoA პირუატის გარდა შეგვიძლია სხვა მრავალი წყაროსგან მივიღოთ. მაგალითად, ტრიგლიცერიდების ლიპოლიზით მიღებული free fatty acid-ების ბეტა-ოქსიდაციით, ასევე აცეტილ-CoA-ს მივიღებთ, პროტეინების პროტეოლიზით ამინომჟავები რომ მიიღება და ამ ამინომჟავების დეამინაცია ოქსიდაციით, ასევე აცეტილ-CoA-ს მივიღებთ და როგორც უკვე აღნიშნეთ, დაგროვილი მარაგად გლიკოგენი, ამ გლიკოგენის გლიკოგენოლიზით მიღებულ გლუკოზას გლიკოლიზით პირუატად გარდაქმნით და პირუატის ოქსიდაციით აცეტილ-CoA-თ. თუმცა აცეტილ-CoA-საც ბევრი სხვა გზა აქვს TCA cycle-ს გარდა, რომელშიც შეიძლება რომ ჩაერთოს. დიახ, TCA cycle, რაც უკვე ვახსენეთ, ასევე კეტონბადების წარმოქმნა, ასევე სტეროლების, თუნდაც ქოლესტერიოლის წარმოქმნა და fatty acid-ების წარმოქმნა. არც პირუატს აქვს მხოლოდ ერთი გზა, რომ აცეტილ-CoA გააკეთოს. შეუძლია ალანინი წარმოქმნას და ტრანსამინაციულ რეაქციებში ჩაერთვას. შეუძლია რომ კარბოქსილაციით ოქსალოაცეტატი მოქცეს, შეუძლია ოქსიდაციური დეკარბოქსილაციით ჩვენი აცეტილ-CoA მოქცეს და აღდგენით ლაქტეტი მოქცეს. ჩვენ გვჭირდება რომ განვიხილოთ დღეს კრებსის ციკლი, ამიტომ კონცენტრაციას ვახდენთ პირუატიდან აცეტილ-CoA-ს წარმოქმნას, აცეტილ-CoA-ს ჩართულობას TCA ციკლში და შემდეგ მოკლედ ვახსენებთ სხვა სავარაუდო გზებს, რომლებიც მომცემენ სხვა ენერგეტიკული ღირებულების მქონე ნივთიერებებს. კარგით, სანამ დავიწყებთ განხილვას რეაქციების, უნდა ვიცოდეთ სტრუქტურულად ეს მოლეკულები რას წარმოადგენენ. კონკრეტულად პირუატი, რომელიც შემდეგ უნდა გარდაქმნათ, ხო? პირუატი არის სამკარბონიანი მჟავა. ეს მჟავა არის კონკრეტულად კარბოქსილის მჟავა, რომელიც დისოცირებულია, როგორც ხედავთ, რადგან ფიზიოლოგიურ pH-ზე, რომელიც 7.4 გვაქვს ორგანიზმში, კარბოქსილის მჟავა, რომელიც COOH-ია, ყოველთვის დისოცირდება, დეპროტონირდება და CO-მინუსით გვაქვს. ეს არის უკვე კარბონილის ჯგუფის მაგივრად კეტონის ჯგუფი და ეს კეტონის ჯგუფს რატო ვეძახით? იმიტომ რომ კეტონის ჯგუფს ვეძახით ისეთ კარბონილის კარბონს, რომელიც ორმაგი ბმით, რა თქმა უნდა, რადგან კარბონილი აშანგბადთან არის დაკავშირებული და ეს კარბონილი თავის მხრივ არის ორ სხვადასხვა კარბონთან დაკავშირებული. როგორც ხედავთ, ეს არის მეთილი, ეს არის კარბოქსილატი, შესაბამისად ჯდება განმარტებაში, რომ ეს არის პირუატი არის სამკარბონიანი კეტომჟავა. მაშინ განვიხილოთ აცეტილ-CoA, რომელიც უნდა მივიღოთ და შემდეგ გადავიდეთ კონკრეტულად როგორ ხდება პირუატიდან აცეტილ-CoA-ს მიღება. აცეტილ-CoA შედგება აცეტილის ჯგუფისაგან, რომლის ინკორპორაციასაც უშუალოდ ვაკეთებ და რომელსაც ვშლი CO2-მდე და წყლამდე, რომელიც
თიოესტერული ბმით არის დაკავშირებული ბეტა-მერკაპტოეთილამინთან და ბეტა-მერკაპტოეთილამინი თვითონ სიტყვა გვეუბნება, რომ აი მერკაპტო რადგან აქვს ნიშნავს, რომ ესე იგი თიოლის ჯგუფი აქვს, ანუ SH ჯგუფი აქვს, რადგან ეთილია ნიშნავს, რომ ესე იგი ორი კარბონი მაქვს, რადგან ამინია ნიშნავს, რომ ამიდური ჯგუფი გვაქვს. ანუ NH2, მაგრამ რადგან ეს NH2 თავის მხრივ კიდე კარბონთან არის დაკავშირებული და მხოლოდ აზოტ 3 ბმის გაკეთება შეუძლია, ის NH-ად არის წარმოდგენილი და ამიდური ბმით დაკავშირებულია პანთოტენიკ მჟავასთან, რომელიც არის B5 ვიტამინი. პანთოტენის მჟავა კი თავის მხრივ დაკავშირებულია ADP-სთან. ეს არის ადენინი, ანუ nitrogenous base, რომელიც დაკავშირებულია ნახშირწყალთან, რიბოზასთან, რომლის დანომბრვაც ხდება ესე. და მესამე ადგილას აქვს ფოსფატი მიმაგრებული, ხოლო მეხუთესთან CH2OH რომ უნდა იყოს, ამ OH-ის ანუ ჰიდროქსილის ჯგუფით არის ფოსფატებთან დაკავშირებული და ეს ორი ფოსფატი ერთმანეთთან არის ფოსფოანჰიდრიდული ბმით დაკავშირებული, რომელიც არის მაღალენერგიული, არასტაბილური, მაგრამ მისი ჰიდროლიზის შედეგად გამოთავისუფლებულ ენერგიას ბევრ რაღაცაში გამოვიყენებთ, ამიტომ გვჭირდება. ეს აზოტი, ამის დანომბრვაც შემდეგნაირად მიდის: პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე. ანუ ადენინის მეცხრე აზოტთან არის მიკავშირებული D-რიბოზა. ეს არის აცეტილ-კოა, რომელიც ძალიან დიდია, მუხტიანია, როგორც ხედავთ, ფოსფატებს აქვთ მუხტი. შესაბამისად, ეს რომ გაკეთებულიყო ციტოპლაზმაში და შემდეგ მონდომებოდა მატრიქსში შესვლა, ვერ შევიდოდა, რაც უკვე ვახსენეთ. ეს არის მიტოქონდრია, ეს არის მატრიქსი, membrana, intermembranous space და ეს არის ის ფორა, მიტოქონდრიის პირუატი შემოყვანი კერიერი, რომელიც პირუატ შეიყვანს შიგნით. შესული პირუატის შემდეგ პირუატი ჰიდროგენაზით აცეტილ-კოად გადაკეთდება და აცეტილ-კოას ჩავუშვებთ კრებსის ციკლში. კარგით, მაშინ კონკრეტულად რომ დავიწყოთ განხილვა, როგორ ხდება პირუატის გარდაქმნა აცეტილ-კოად. ეს არ არის მარტივი პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ენზიმი ამას არ ემსახურება. ემსახურება 3 ენზიმი, მაგალითად, კონკრეტულად პირუატ დეჰიდროგენაზა, დიჰიდროლიპოილ ტრანსაცეტილაზა და დიჰიდროლიპოილ დეჰიდროგენაზა. ამ 3 ენზიმს თითოეულს თავისი კოენზიმი ყავს და ჯამში მჭირდება, ანუ ამ კომპლექსისთვის, პირუატ დეჰიდროგენაზა კომპლექსისთვის 5 კოენზიმი. ანუ პირუატ დეჰიდროგენაზას აქვს ერთი კოენზიმი TPP, თიამინ პიროფოსფატი, დიჰიდროლიპოილ ტრანსაცეტილაზას აქვს 2 კოენზიმი, ლიპოამიდი და კოენზიმა და ლიპოამიდი არის კოვალენტურად მიკავშირებული დიჰიდროლიპოილ ტრანსაცეტილაზას ლიზინის ნაშთზე. კოენზიმა, რომელიც კოვალენტურად არ არის მიკავშირებული, მაგრამ იქვე აქტიურ ცენტრთან არის მოთავსებული და დიჰიდროლიპოილ დეჰიდროგენაზას აქვს ფადი, რომელიც აღდგება და ნადი, რომელსაც ფადი აღადგენს. რატომ? იმიტომ რომ ფადი ყოველთვის ენზიმთან არის მიმაგრებული და თვითონ თავისუფლად სიარული არ შეუძლია განსხვავებით ნადისაგან. კარგით. უშუალოდ დავიწყოთ განხილვა რა ხდება. ეს არის პირუატი, რომელიც უკვე ვახსენეთ, არის 3 ნახშირბადიანი, ანუ 3 კარბონიანი კეტო მჟავა. პირველი, მეორე, მესამე დანომბრით. პირუატზე მოახდენს პირუატ დეჰიდროგენაზა რეაქციას, ანუ პირუატ დეჰიდროგენაზა იმოქმედებს პირუატზე და მოხდება ჟანგბუთი დეკარბოქსილირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ კარბონს დაკარგავს პირუატი და ეს კარბონი გამოიყოფა CO2-ის სახით. მივიღებთ 2 კარბონილიან ნაწილს, რომელიც არის TPP-სთან, თიამინ პიროფოსფატთან მიკავშირებული. ამ 2 კარბონს აქვს ჰიდროქსილის ჯგუფი. ეს არის შუალედური პროდუქტი, რადგან ესე ცალკე მას არაფერი ფუნქცია არ აქვს, დროებით არის მიკავშირებული TPP-სთან და დიჰიდროლიპოილ ტრანსაცეტილაზა შედის აი ამ intermediate-თან ურთიერთქმედებაში და ვიღებთ სხვა intermediate მოლეკულას.
რაც კონკრეტულად სანამ ამას ავხსნი იქამდე რაც მინდა ვახსენო არის რომ ეს ენზიმები, ანუ ეს სამი ენზიმი ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდებარეობს. იმიტომ რომ პირველი ენზიმის სუბსტრატი შეიძლება პირუვატია და პირველი ენზიმი პირუვატიდან თავის პროდუქტს მიიღებს, მაგრამ მეორე ენზიმისთვის პირველი ენზიმის პროდუქტი არის სუბსტრატი. რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ახლოს უნდა იყვნენ, რომ ეს პროდუქტი, პირველი ენზიმის გაკეთებული პროდუქტი, რომელიც მეორესთვის სუბსტრატი უნდა იყოს, არ განზავდეს, არ გავდიფუზირდეს, არ წავიდეს შორს. შესაბამისად, ძალიან ახლოს აქვთ აქტიური ცენტრები, განსაკუთრებით ამ დიჰიდროლიპოლ ტრანსაცეტილაზას, რომლის ლიზინზეც არის ლიპოამიდი, ლიპოიკ ესიდი მიკავშირებული და რადგან ლიზინს აქვს აზოტოვანი ნაწილი, ანუ ამიდური ნაწილი, ლიპოამიდს შეადგენს, როგორც რაღაც arm ისე აქვს, რომელიც ანუ swinging arms ვეძახით, რადგან შეუძლია ძალიან ახლოს მივიდეს ამ პირუვად დეჰიდროგენაზასთან და მის მიერ გაკეთებულ პროდუქტთან. შესაბამისად, ეს CH3CHOH-ი, რომელიც არის TPP-სთან მიკავშირებული, ამაზე იმოქმედებს დიჰიდროლიპოლ ტრანსაცეტილაზა და გააკეთდება რა? როგორც ხედავთ, ამ ლიპოიკ ესიდს აქვს ორი სულფურის ატომი, რომელიც ციკლურად არის ერთმანეთთან მიკავშირებული. და მოხდება ამის აღდგენა. ოღონდ მოხდება არა ორივესი, არამედ ერთის აღდგენა. აი აქ როგორც ხედავთ, უკვე ლიპოიკ ესიდს აქვს SH თიოლის ჯგუფი, რომელიც ანუ აღდგა. თუმცა მეორე ესთან დაამყარა ამ CH3CHOH-ის კარბონილის კარბონმა რეაქცია და შეიქმნა თიოესტერული ბმა, რაც მაკროერგული ბმა არასტაბილურია, მაგრამ მაღალი ენერგია აქვს. რომლის გაწყვეტის ხარჯზე დიდ ენერგიას მივიღებ, რაც შემიძლია რომ გამოვიყენო. შესაბამისად, შემდეგი არის რომ ამ დიჰიდროლიპოლ ტრანსაცეტილაზას ლიპოიკ ესიდის გარდა ჰქონდა მეორე კოენზიმი, რომელიც არის კოენზიმა SH თავის აღდგენილ მდგომარეობაში, რომელიც შემოვა აქ ურთიერთქმედებაში ამ ჩვენ ინტერმედიეიტთან და გააკეთებს რას? კოენზიმა SH თვითონ ხომ აღდგენილია, ეს კოენზიმა SH აღადგენს ლიპოიკ ესიდის მეორე სულფურს, შესაბამისად გაწყდება აქ კარბონილის C-სა და ლიპოიკ ესიდის S შორის და ლიპოიკ ესიდი აღდგება, აი აქ როგორც ხედავთ უკვე ციკლური აღარ არის და 2H აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე სულფური აღდგენილია. ხოლო ამ კარბონილის C-ს მიუმაგრდება კოენზიმა, შესაბამისად მივიღეთ აცეტილკოენზიმა. ხოლო ეს აღდგენილი ლიპოიკ ესიდი შევა ურთიერთქმედებაში მესამე ენზიმთან, რომელიც არის დიჰიდროლიპოლ დეჰიდროგენაზა, რომელსაც კოენზიმად აქვს ფადი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ორივე ჰიდროჯენი ამ ფადთან შევა ურთიერთქმედებაში, აღადგენს და ფადიდან მივიღებთ ფადაშორს, ხოლო ლიპოიკ ესიდი, რომელმაც უკვე დაკარგა ორი ჰიდროჯენი, ისევ დაუბრუნდება თავის დაჟანგულ მდგომარეობას და შექმნის ისევ ციკლს. და მზად იქნება, რომ ისევ შევიდეს ინტერმედიეიტთან, TPP-სთან ერთად, რომელიც იყო იმ ნივთიერებას გულისხმობთ. ეს ფადაშორი შემდეგ ურთიერთქმედებაში შედის ნადთან, რომელიც რა თქმა უნდა დადებითად არის დამოხტული და აღადგენს ნადს. აღდგენილი ნადი გამოიყურება ესე, ნადაში და პროტონი. რადგან ნადს სჭირდება ერთი ელექტრონი, რომ თვითონ ნეიტრალური გახდეს, და სჭირდება შემდეგ კიდევ ერთი ჰიდროჯენის ატომი, შესაბამისად რეაქცია გამოიყურება ესე. ერთი ჰიდროჯენიდან მიიღებს ამ ელექტრონს და ნადი გახდება ნეიტრალური, თუმცა ნადს სჭირდება კიდევ ერთი ჰიდროჯენის ატომი, ამიტომ ნადაში მივიღეთ, აქ როგორც წერია და ის ჰიდროჯენი, რომელმაც ელექტრონი მისცა, თვითონ ხომ მხოლოდ პროტონი დასჭა, ამიტომ წერთ ნადაშ პლუს H პლუსი, ანუ პროტონი. რაც ავიწყდებათ ხოლმე ხშირად და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ნადაში აღდგენილ მდგომარეობაში გამოიყურება ესე და არა მხოლოდ ნადაში. როგორც ფადი გამოიყურება ფადაშორი. კარგით. შესაბამისად, ეს მიღებული აცეტილ კოა შეგვიძლია ჩავრთოთ TCA ციკლში, რომელიც გამოიყურება ესე. თავიდან ეს რეაქციები და ნივთიერებები ყველა
აღმოჩენილი იყო, თუმცა მათი კავშირი არ იყო ერთმანეთთან აღმოჩენილი, რომელიც კრებსმა მეცნიერის გვარი არის დააკავშირა ერთმანეთს. სანამ TCA cycle-ზე გადავიდოდეთ, უნდა განვიხილოთ ამ პირვად დეჰიდროგენაზას რეგულირება, როგორ კონტროლირდება ის. თვითონ აცეტილ-CoA ნეგატივ ფიდბექით პირვად დეჰიდროგენაზას აინჰიბირებს. ხოლო ასევე აინჰიბირებს ნადაში და H+-ი, რაც მეშნეს რომ თუ აღდგენილი ნადაშები ძალიან ბევრი მაქვს, ესე კი აღარ არის საჭიროება რომ პირვად დეჰიდროგენაზამ იმუშაოს და კიდევ უფრო მეტი მომცეს. და პირვადი და ნადი პირიქით აქტივაციას უკეთებენ. ასევე პირვად დეჰიდროგენაზას აქვს არააქტიური და აქტიური მდგომარეობა. არააქტიურიდან აქტიურად გარდაქმნის დეფოსფორილება, ანუ ფოსფატი უნდა მოვაშორო და ამას აკეთებს ენზიმი ფოსფატაზა და თვითონ ფოსფატაზას მაგნიუმი და კალციუმი გააქტიურებს, ანუ მაგნიუმი და კალციუმი გააქტიურებს ფოსფატაზას, ფოსფატაზა ფოსფატის მჟავას მოაცლის პირვად დეჰიდროგენაზას და პირვად დეჰიდროგენაზა გადავა აქტიურ ფაზაში, აქტიურ მდგომარეობაში. და დაიწყებს პირვად და აცეტილ-CoA-ს გარდაქმნის პროცესს თავისი კომპლექსით. ხოლო პირვად დეჰიდროგენაზა, რომელიც აქტიურ ფაზაშია, აქტიურ ფორმაშია, არააქტიურად გარდაქმნის კინაზა. კინაზა, რომელიც ATP-ს გამოიყენებს, რომ ATP-დან ADP-ს გარდაქმნის და ATP-ს და ADP-ს შორის ერთი ფოსფატის მჟავა არის განსხვავებული და ამ ფოსფატის მჟავას მიუერთებს ამ პირვად დეჰიდროგენაზას და ფოსფორმჟავიანი პირვად დეჰიდროგენაზა არის არააქტიური. ამ კინაზას თვითონ ააქტიურებს, როგორც ხედავთ, ნადაში და აცეტილ-CoA, ხოლო აინჰიბირებს CoA-ში ნადი, ADP და პირვადი. თუ რაღაცა კინაზას დააინჰიბირებს, ნიშნავს, რომ ფოსფორილებას ვეღარ უკეთებს და ანუ ინაქტივაცია ვეღარ კეთდება და მუშაობს პირვად დეჰიდროგენაზა და თუ კინაზას რაღაცა აქტიურებს, ნიშნავს, რომ კინაზა ფოსფორილებას უკეთებს პირვად დეჰიდროგენაზას და აღარ არის აქტიური, ანუ ინაქტიურ მდგომარეობაში გადადის. ახლა TCA ციკლი კერძოდ. ეს აცეტილ-CoA უნდა შევიდეს, რომელიც მატრიქსში არის, უნდა შევიდეს ოქსალოაცეტატთან რეაქციაში. ამისთვის გვაქვს ენზიმი ციტრატ სინთაზა. რა არის ოქსალოაცეტატი? ოქსალოაცეტატი არის 4-კარბონიანი კარბოქსილის მჟავა, დიკარბოქსილის მჟავა, იმიტომ რომ აი როგორც ხედავთ, აქვს 2 კარბოქსილის მჟავა, რომელიც კარბოქსილატად არის წარმოქმნილი ისევ, იმიტომ რომ ფიზიოლოგიურ pH-ზე დეპროტონირება ხდება და დისოცირებას აკეთებს. და გვაქვს ასევე კეტო ჯგუფი. გვაქვს აცეტილ-CoA, რომელიც პირვადიდან გაკეთდა და უკვე ვიცით როგორც და მოხდება ამათი კონდენსირება. ამას აკეთებს ციტრატ სინთაზა. მაგრამ ციტრატ სინთაზა პირდაპირ ციტრატს ოქსალოაცეტატი და აცეტილ-CoA შეერთებით ვერ იღებს. გვჭირდება ინტერმედიეიტ პროდუქტი, რომელიც არის ენზიმთან მიმაგრებული ციტროილ S კოენზიმა, რომელიც გამოიყურება აი ეს. ამას შემდეგ ამასთან ამ ნივთიერებასთან ინტერმედიეიტ ციტროილ S კოენზიმასთან შედის წყალი ურთიერთქმედებაში და კოენზიმა გამოთავისუფლდება თავისუფალი სახით, ხოლო დაგვრჩება ციტრატი, რომელიც არის 1, 2, 3, 4, 5, 6 კარბონიანი ნივთიერება. ტრიკარბოქსილიკ ესიდი, ხო? რატომ? იმიტომ რომ 1, 2 და 3 კარბოქსილის მჟავა აქვს. ხოლო ასევე კარბოქსილის მჟავასთან ერთად, აი ამ კარბონთან მოთავსებულია ჰიდროქსილის ჯგუფი, რომელიც არის სპირტის ჯგუფი. შემდეგ ანუ ოქსალოაცეტატიდან ციტრატ სინთეზით მივიღეთ ციტრატი. ჭირდება რომ ციტრატზე ვიმუშავო აკონიტაზათი და მივიღო იზოციტრატი. თუმცა იზოციტრატი პირდაპირ არ მიიღება, რადგან ძალიან რთულია დაჟანგო მესამეული სპირტი, რომელიც ციტრატს აქვს. დაუბრუნდეთ ისევ ციტრატის ფორმულას.
ეს ჰიდროქსილის ჯგუფი, რომელიც მესამე კარბონთან არის მიერთებული, არის მესამეული სპირტი. რას ვეძახით მესამეულ სპირტს? მესამეული სპირტი არის ისეთი სპირტი, რომელიც უკავშირდება იმ ცეს, იმ კარბონს, რომელიც სამ კარბონს უკავშირდება თავის მხრივ, რაც ციტრატში არის წარმოდგენილი. ამისთვის მჭირდება, რომ მე ეს მესამეული სპირტი მეორეულ სპირტად წარმოქმნა. ანუ თუ ამ OH-ის ჯგუფს, ანუ ჰიდროქსილის ჯგუფს გადმოვიტან მეორე კარბონზე, პრობლემაც მოიხსნება. მარტივად მოვახდენ მის დაჟანგვას. ზუსტად რაც ხდება ამ შემთხვევაში. აი, ციტრატი, რომელზეც იმოქმედებს აკონიტაზა და მივიღებთ შუალედურ ცის აკონიტატს. მაგრამ რა ხდება? პირველ რიგში უნდა მოვახდინოთ წყლის მოშორება. ამ წყლის მოშორებით ეს OH და H მოშორდება კარბონებს, ანუ ჰიდროჯენის ატომი და ჰიდროქსილის ჯგუფი, მაგრამ შეიქმნება მესამე და მეორე კარბონს შორის ორმაგი ბმა. რომელი ორმაგი ბმაც უნდა გავწყვიტო, ამიტომ ისევ წყალს შევიყვან. ოღონდ ეს წყალი არა მესამეულ სპირტს, რომელიც საწყის მდგომარეობაში დავიწყეთ, მესამეულ სპირტს არა, მეორეულ სპირტს მომცემს. ანუ როგორც ხედავთ, მესამე კარბონთან არის უკვე H, OH-ის ნაცვლად, ხოლო მეორესთან არის OH. ეს OH დაკავშირებულია ისეთ ცესთან, რომელიც თავის მხრივ ორ ცეს უმაგრდება, ანუ ორმაგი სპირტი არის. შესაბამისად, იზოციტრატზე მარტივად მოვახდენ რეაქციებს, რომელიც ტრიკარბოქსილიკ ეზიდ ციკლში მჭირდება. რაც აუცილებლად სახსენებელია ამ სიტუაციაში არის ის, რომ აკონიტაზა შეიცავს სულფურ და რკინისგან შემდგარ მოტივს, ნაწილს, რომელსაც აი აქ ხედავთ, ფერუმები და სულფურები. თავისუფალ მდგომარეობაში, როდესაც არააქტიურია, შეიცავს 3 რკინას და 4 გოგირდს. და ეს რკინა ვაკანტურია ხოლმე, როდესაც არააქტიურშია აკონიტაზა. და როდესაც რკინა მიუმაგრდება, ის ააქტიურებს. შესაბამისად, აკონიტაზა იწყებს შემდეგ ციტრატზე ცის აკონიტადად, ხოლმე ცის აკონიტადიდან იზოციტრატის მიღებას. აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ აკონიტაზაზე მოქმედებს ერთ-ერთი ნივთიერება, რომელსაც ქვია ფლუოროციტრატი და ინჰიბირებს მას, მაგრამ საიდან მოდის ფლუოროციტრატი? ფლუოროციტრატი მოდის ფლუოროაცეტატისგან, რომელიც არის კონკრეტულ მცენარეებში ან rat poisons, ანუ ვირთხების შხამში. უჯრედში ორგანიზმში მოხვედრილი ფლუოროაცეტატი, რომელსაც აი აქ ხედავთ, მარტივად შედის უჯრედებში, მარტივად გადალახავს მემბრანებს, რომელზეც შემდეგ იმოქმედებს ენზიმი აცეტილკოენზიმა სინთეზა და მივიღებთ ფლუოროაცეტილ-კოას. ფლუოროაცეტილ-კოაზე იმოქმედებს ციტრატ-სინთეზა და ფლუოროაცეტილ-კოადან მივიღებთ ფლუოროციტრატს. ფლუოროციტრატი დაინჰიბირებს აკონიტაზას. რატომ სწავლობთ ამას და რატომ არის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ამ ფლუოროციტრატის LD50 და LD50 ნიშნავს ლეტალური დოზა 50. ანუ ეს ნივთიერება რომ მისცე პოპულაციას, რა რაოდენობა გამოიწვევს პოპულაციის 50%-ის სკუტომას. გვიჩვენებს ეს ლეტალური დოზა 50. და ამ ფლუოროციტრატთან მიმართებაში LD50 იყო 0.2 მილიგრამი 1 კილოგრამ სხეულის მასაზე, რაც ძალიან მაღალია. რომ დაუბრუნდეთ ჩვენს TCA ციკლს, ნახავთ, რომ გვაქვს მიღებული უკვე იზოციტრატი, რომელსაც აქვს 3 კარბოქსილის მჟავა და აქვს მეორეული სპირტი. იზოციტრატზე უნდა იმუშაოს იზოციტრატ დეჰიდროგენაზა და დეჰიდროგენაზული ჯგუფები ენზიმების კიდევ შეგვხვდება კრებსის ციკლში. ამჯერად განვიხილოთ იზოციტრატ დეჰიდროგენაზა. გვაქვს იზოციტრატი, რომელიც უკვე მივიღეთ, იზოციტრატ დეჰიდროგენაზა, რომელსაც სჭირდება კოენზიმად NADI, ანუ იზოციტრატის ჯერჯერობით
ოქსალოსუქცინატად, ანუ intermediate-ად და ოქსალოსუქცინატიდან ალფა-კეტოგლუტარატად მიღებას ემსახურება ნადი, რომელიც აღდგება და მივიღებთ ნადაშს და პროტონს. ეს იზოციტრატ დეჰიდროგენეზული რეაქცია ეგზერგონული რეაქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რეაქციის თავისუფალი გიფსის ენერგია, ანუ ΔG0' არის 21 კილოჯოული მოლზე. რაც საკმაოდ დიდია. ანუ ეს მეუბნება, რომ გიფსის ენერგია ნულზე ნაკლებია, ეს მეუბნება, რომ რეაქცია არის სპონტანური და სპონტანურად მიმდინარეობს. ეს იზოციტრატ დეჰიდროგენეზა იზოციტრატიდან, როგორც გითხრათ უკვე, ოქსალოსუქცინატს გარდაქმნის, ხოლო ოქსალოსუქცინატიდან ხდება დეკარბოქსილირება, ანუ ისევ ერთი კარბონი დაიკარგება CO2-ის სახით და მივიღებთ ალფა-კეტოგლუტარატს. ალფა-კეტოგლუტარატი არის 1, 2, 3, 4, 5 კარბონიანი, 2 კარბოქსილის მჟავიანი კეტო ჯგუფი. ალფა-კეტოგლუტარატი იმის გარდა, რომ კრებსის ციკლში არის ჩართული, სხვა პროცესებშიც აქტიურად არის ჩართული. მაგალითად, თუ ალანინთან შევა ალფა-კეტოგლუტარატი ურთიერთქმედებაში ტრანსამინაზული ენზიმებით, ხო? მაგალითად, ყოველდღიურად გვხდება ხოლმე კლინიკაში, ღვიძლის პროფილურ ტესტებში ALT-AST. აი ეს ALT, ალანინ ამინოტრანსფერაზა არის ზუსტად ის ენზიმი, რომელიც ალფა-კეტოგლუტარატს ალანინთან შეიყვანს რეაქციაში. შედეგად მივიღებთ პირუატს და გლუტამატს. გლუტამატს შეუძლია, რომ როგორც ნეიროტრანსმიტერი ისე იმუშაოს. ან თვითონ გარდაიქმნას შემდეგ გაბად, რომელიც ასევე ნეიროტრანსმიტერია, ოღონდ ინჰიბიტორული ნეიროტრანსმიტერია განსხვავებით. როგორც გითხარით, ალანინი, ალფა-კეტოგლუტარატი, მივიღეთ პირუატი და გლუტამატი, თუმცა ალფა-კეტოგლუტარატთან შეიძლება შევიდეს ასპარტატი რეაქციაში, ამჯერად AST-ი, ანუ ასპარტატ ამინოტრანსფერაზათი და მივიღოთ ოქსალოაცეტატი და გლუტამატი. რაც ასევე მნიშვნელოვანია. რომ დავუბრუნდეთ ჩვენს ალფა-კეტოგლუტარატს. ანუ რაც მოხდა აქამდე არის ის, რომ იზოციტრატზე იმუშავა იზოციტრატ დეჰიდროგენეზამ და ნადი აღვადგინე და მივიღე ნადაში. ოქსალოსუქცინატზე ისევ იზოციტრატ დეჰიდროგენეზამ, რადგან ეს ერთი რეაქცია უბრალოდ intermediate მოლეკულა არის, მოხდა დეკარბოქსილება, შესაბამისად გამოიყო CO2 და მივიღეთ ალფა-კეტოგლუტარატი. ალფა-კეტოგლუტარატზე უნდა იმუშაოს ალფა-კეტოგლუტარატ დეჰიდროგენეზა, რომელიც ძალიან გავს პირუატ დეჰიდროგენეზას კომპლექსს. რაც გულისხმობს იმას, რომ ესეც, რადგან კომპლექსი ესე კი ერთ ენზიმს არა და მრავალ ენზიმს მოიცავს, ამ შემთხვევაშიც როგორც პირუატ დეჰიდროგენეზულ კომპლექსის შემთხვევაში არის 3 ენზიმი, 5 კოენზიმი. რომელი განსხვავება სახელებს შორის, ენზიმებს შორის ის არის, რომ პირუატ დეჰიდროგენეზა პირუატზე მუშაობს და სხვა პროდუქტს იძლევა, ალფა-კეტოგლუტარატ დეჰიდროგენეზა ალფა-კეტოგლუტარატზე მუშაობს და სხვა პროდუქტს იძლევა, სუქცინილ კოას. შესაბამისად, ენზიმი, ის 3 ენზიმი გამოდის ესენი. ალფა-კეტოგლუტარატ დეჰიდროგენაზა, დიჰიდროლიპოლ ტრანს სუქცინილაზა და დიჰიდროლიპოლ დეჰიდროგენაზა. 3 ენზიმი. რომელი 5 კოენზიმი სჭირდება, ისევ ალფა-კეტოგლუტარატ დეჰიდროგენაზას სჭირდება TTP. დიჰიდროლიპოლ ტრანსსუქცილაზას სჭირდება ლიპოიკ ასიდი და კოენზიმა ASH-ი. დიჰიდროლიპოლ დეჰიდროგენაზას სჭირდება FAD-ი და NAD-ი, რომელიც აღდგება FAD-შორად ნადაშ პროტონად. შესაბამისად. ეს რეაქციაც სპონტანურად ხდება და ამაზე ის მიგვანიშნებს, რომ ამ რეაქციის თავისუფალი გიფსის ენერგია, ანუ ΔG0'-იც უარყოფითია, ნულზე ნაკლებია და საკმაოდ დიდი მაღალი ციფრია, -23 კილოჯოული მოლში არის. ანუ მივიღეთ ალფა-კეტოგლუტარატიდან სუქცინილ კოა. ამ დროსაც გამოთავისუფლდა CO2, მივიღეთ აღდგენილი ნადაში და საბოლოო პროდუქტი სუქცინილ კოა. სუქცინილ კოა არის 1, 2, 3, 4 კარბონიანი მჟავა, რადგან კარბოქსილატი ამასაც აქვს, ასევე აქვს კარბონილის ჯგუფი და კოა. ანუ, რომ შევაჯამოთ ისევ, ალფა-კეტოგლუტარატიდან მივიღეთ სუქცინილ კოა. ამაში მონაწილეობა მიიღო კოამ და
გამოიყო CO2, მიიღო მონაწილეობა ნადმა და ნადიარდ გადამივიღე ნადაში და პროტონი. სუქცინილ ყუაზე უნდა იმუშავოს სუქცინილ ყუა სინთეზამ. და უნდა მივიღოთ სუქცინატი. შესაბამისი რეაქციით. ეს არის სუქცინილ ყუა, რომელსაც აქვს ყუას ჯგუფი და აქვს კარბოქსილატი, რომელიც დისოცირებულია. ამ სუქცინილ ყუა სინთეზას ასევე ეძახიან ხოლმე სუქცინატ თიოკინაზას. ამ დროს შედის არა ნადიან-ფადი, არამედ უკვე GDP და არაორგანული ფოსფატი და რეაქციის ბოლოს ვიღებთ უკვე GDP-ს და თავისუფალი სახით კოენზიმ SH-ს. ანუ თუ ნადაშ და ფადაშს ორს სჭირდებოდა რომ ელექტროტრანსპორტ ჩეინში შესულიყო და პროტონების ფამფის გამო ხარჯზე დაესინთეზირებინათ ATF-ი და ანუ ნადაშ და ფადაშორს ვალუტაციას ვუკეთებ ATF-ად. ამ შემთხვევაში GDP-ს არ სჭირდება ეს. GDP-ს ზუსტად იგივე ენერგეტიკული ღირებულება აქვს როგორც ATP-ს. შედეგად მივიღებთ სუქცინატი, რომელიც არის 4 კარბონიანი დიკარბოქსილის მჟავა. აქ რაც გვჭირდება რომ ვიცოდეთ, არის რომ ეს ენზიმი სუქცინილ ყუა სინთეზა აქვს ძალიან ბევრი ამინომჟავა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი არის ჰისტიდინი, რომელსაც აქვს აზოტი მის რინგში და მონაწილეობას იღებს იმაში, რომ ამ სუქცინილ ყუასთან ეს ჰისტიდინი შევა რეაქციაში. ოღონ აქამდე ეს არაორგანული ფოსფატი, რომელიც GDP და არაორგანული ფოსფატი შევიყვანეთ, ეს არაორგანულმა ფოსფატმა უნდა შეუტიოს სუქცინილ ყუას და მოაძროს ყუა. შესაბამისად, ეს ყუა თავისუფალი სახით გამოთავისუფლდება და მივიღეთ რა, რომ ამ სუქცინილ ყუასთან არის მიკავშირებული არაორგანული ფოსფატი. ამას რატომ ვაკეთებ? იმიტომ რომ ყუა რაბმითაც არის მიერთებული ამ ნივთიერებასთან არის მაღალ ენერგიული ბმა, რომლის ენერგიის დაკარგვაც არ მაწყობს. შესაბამისად, უნდა შევინარჩუნო. ამ ფოსფატის მიბმით ამას ვინარჩუნებ. ეს ფოსფატი შემდეგ მივადა ამ ენზიმის ჰისტიდინის ნაშთთან მიებმება. შესაბამისად, ეს მის ენერგია უკვე გადმოვიდა ამ ენზიმში. გამოიყო სუქცინატი, ხოლო ეს ენზიმი, რომელთანაც მაღალ ენერგიული ბმით არის ფოსფატი მიმაგრებული, ამ ენზიმთან შევიდა GDP რეაქციაში, GDP-ს მისცა ამ ენზიმმა ეს ფოსფატი ისევ მაღალი ენერგიული ბმით და GDP-დან გაკეთდა GDP. კარგით. შედეგი მივიღეთ, რომ გვაქვს სუქცინატი და GDP. თავისუფალი კოენზიმა. სუქცინატიდან სუქცინატ დეჰიდროგენაზათი უნდა მივიღოთ ფუმარატი. აქ მონაწილეობას იღებს ფადი აღდგება და მივიღებთ ფადაშორს. მაგრამ მნიშვნელოვანი ამ ენზიმთან მიმართებაში ის არის, რომ ეს სუქცინატ დეჰიდროგენაზა მდებარეობს მიტოქონდრიის შიდა მემბრანაზე. ანუ ყველა ენზიმი, რაც აქამდე განვიხილეთ, იყო მატრიქსში. ხოლო ეს სუქცინატ დეჰიდროგენაზა არის ინერ მემბრანაში მიტოქონდრიის ჩაშენებული. რატომ? იმიტომ რომ ის არის მეორე კომპლექსის ნაწილი, ანუ ელექტრონ ტრანსპორტ ჩეინის ნაწილიც არის. თუ პირუვატი აკავშირებდა კრებსის ციკლს გლიკოლისთან, სუქცინატ დეჰიდროგენაზა არის ის ენზიმი, რომელიც კრებსის ციკლს აკავშირებს ელექტრონ ტრანსპორტ ჩეინთან. სუქცინატ დეჰიდროგენაზას ასევე ეძახიან სუქცინატ კოენზიმ Q რედუქტაზას, სუქცინატ იუბიკვიტინ ოქსიდ რედუქტაზას და ის არის მეორე კომპლექსის ნაწილი. რომელიც მიტოქონდრიის ინერ მემბრანაში არის კომპლექსები ჩაშენებული. პასუხისგებლები არიან, რომ ელექტრონები გადაესცეს საბოლოოდ ჟანგბადს და პროტონების ფამპინგი მოხდეს. თუმცა ეს მეორე კომპლექსი თვითონ პროტონების ფამპს ვერ აკეთებს, რადგან ამ ფადაშორით მიტანილი პროტონები საკმარის ენერგიას ვერ აძლევენ ამ პროტონებს, ამ კომპლექსს, რომ ეს პროტონები გადავიყვანოთ მატრიქსიდან ინტერმემბრანულ სპეისში. თუმცა ეს პროტონები მატრიქსში რომ რჩებიან, მატრიქსიდან ეს სხვადასხვა ნივთიერებები იღებენ ამ პროტონს და თვითონ გადასცემენ აღდგენილ მდგომარეობაში. სუქცინატ დეჰიდროგენაზა. სუქცინატ დეჰიდროგენაზაზე აუცილებლად უნდა ვახსენოთ კოენზიმ Q. ეს არის დაჟანგული კოენზიმ Q,
რომელსაც გადაეცემა ელექტრონი და პროტონი და როგორც ხედავთ აქვს ორი ჰიდროქსილის ჯგუფი აღდგენილ მდგომარეობაში, მაგრამ აქვს ორი კარბონილის ჯგუფი დაჟანგულ მდგომარეობაში. როდესაც პირველად ელექტრონი და პროტონი მიემაგრება, მოგცემს ერთ ჰიდროქსილის ჯგუფს, რადგან აქ ორმაგი ბმა გაწყდება, ხოლო მეორეგან აქ როგორც ხედავთ ოსთან არის წერტილი, რაც იმას ნიშნავს, რომ თავისუფალი რადიკალი შეიძინა ჟანგბადამ. თავისუფალი რადიკალი გულისხმობს გარეთა შრეზე დამატებით ელექტრონს, რომელიც არის გაუწყვილებელი, ძალიან რეაქტიული და საკმაოდ საშიში ჩვენი ორგანიზმისთვის. შესაბამისად, სჭირდება რომ მალევე მიიღოს მეორე ელექტრონი, რადგან ფადაშორს შეუძლია ორი ელექტრონის და ორი პროტონის გაცემა. თუმცა კოენზიმ Q-ს არ შეუძლია ორი ელექტრონის და ორი პროტონის ერთდროულად მიიღება. ამიტომ ეს საშუალო ნივთიერება, რომელიც ამ სემიკვინონის სახით მივიღეთ, არის თავისუფალი რადიკალით. მას შემდეგ, რაც კიდევ ერთ ელექტრონს და ერთ პროტონს მიიღებს, საბოლოოდ აღდგება და მივიღებთ ორ ჰიდროქსილის ჯგუფიანს აღდგენილ კოენზიმ Q-ს, რომელიც გაგრძელებს თავის საქმიანობას ელექტრონ ტრანსპორტ ჩეინში. ეს არის ჰისტიდინი და ფადი, რომლებიც არიან კოვალენტურად დაკავშირებული და ეს ჰისტიდინი არის სუქცინად დეჰიდროგენაზას ნაწილი. ფადი არის ყოველთვის დაკავშირებული ენზიმთან და ცალკე იზოლირებულად მოძრაობა არ შეუძლია. კიდევ რაც უნდა ვახსენოთ დეჰიდროგენაზაზე არის ის, რომ ის არის დიმერული სახით. სანამ ამ დიმერებზე გაგესაუბრებით, ვთქვათ მოკლედ ეს დიაგრამა რას გვეუბნება. ეს არის TCA cycle, რომელიც სუქცინად დეჰიდროგენაზით სუქცინატიდან უნდა მივიღოთ ფუმარატი. ეს ფუმარატმა აღადგინა ფადი ფადაშორად, ფადაშორმა ელექტრონების ტრანსპორტი გააკეთა ამ კომპლექსით, ამ კომპლექსმა აღადგინა კოენზიმ Q, კოენზიმ Q გადასცა სხვა ელექტრონები და საბოლოოდ ეს ელექტრონები მივა ჟანგბადამდე. თუმცა, როგორც გითხარით, ეს პროტონები პირდაპირ ამის ფამპინგი მატრიქსიდან ინტერმემბრანულ სპეისში არ ხდება. მაგრამ სხვა კომპლექსები ესე აკეთებენ, პირდაპირ ფამპინგს აკეთებენ და კონცენტრაცია პროტონების ბევრად უფრო მაღალია ინტერმემბრანულ სპეისში, ვიდრე მატრიქსში, რაც პროტონების drives შექმნის, ანუ ძალას, motive force, რომელიც აიძულებს ATP სინთეზას იმუშაოს და ATP გააკეთოს. იგივე პროცესია ამ დიაგრამაზეც მოსწამული და აქაც ჩანს, რომ პირდაპირი პროტონების გადასტყორსნა მატრიქსიდან არ ხდება მეორე კომპლექსს. რაც შეეხება დიმერებს. დიმერი ნიშნავს, რომ ორი ნაწილისგან, ორი სუბიუნიტისგან შედგება. პირველი არის ეს 70 კილოდალტონიანი, მეორე არის 27 კილოდალტონიანი და კიდევ შეიცავს სამ განსხვავებულ iron sulfur კლასტერებს, რომელიც შეიძლება გამოიყურებოდეს ესე. მაგალითად შეიცავდეს 2 რკინას, 2 სულფურს და 4 ცისტეინის, რომელიც სუქცინად დეჰიდროგენაზის რეზიდიუ არის, სულფურს, ცისტეინის სულფურს. ან შეიძლება გამოიყურებოდეს ესე: 4 რკინა, 4 გოგირდი და 4 ცისტეინის სულფური. ამათი ვარირება შეიძლება. ძირითადად სამ განსხვავებულ ესეთ კლასტერს შეიცავს ხოლმე. ეს სჭირდება იმისთვის, რომ რკინამ მიიღოს ელექტრონი და შესაბამისად იყოს ან დაჟანგულ, ან აღდგენილ მდგომარეობაში. ანუ ისევ ეს ემსახურება ელექტრონების ტრანსპორტს. რადგან სუქცინატიდან უკვე მივიღეთ ფუმარატი, სუქცინად დეჰიდროგენაზით და მივიღეთ ფადაშორი, ფუმარატიდან უნდა მივიღოთ ახლა მალატი, რომლის ენზიმიც არის ფუმარაზა. ამ დროს შედის წყალი რეაქციაში და მივიღებთ მალატს, რომელიც არის 1, 2, 3, 4 კარბონიანი, დიკარბოქსილის მჟავა და რომელსაც აქვს ეს მეორეული სპირტი ჰიდროქსილის ჯგუფი. მალატზე შემდეგ უნდა იმუშაოს, უნდა იმოქმედოს მალატ დეჰიდროგენაზამ და უნდა მივიღოთ ოქსალოაცეტატი. მალატ დეჰიდროგენაზას სჭირდება ნადი არის მალატ დეჰიდროგენაზის კოენზიმი, რომელიც ასევე აღდგება და მივიღებთ NADH-ს. განვიხილოთ თავიდან. მალატი, რომელსაც აქვს 2 კარბოქსილის მჟავა, რომელიც კარბოქსილატად არის, ანუ დისოცირებულად არის წარმოდგენილი, ჰიდროქსილის ჯგუფი, მიიმუშავა მალატ დეჰიდროგენაზამ, რომელსაც დასჭირდა ნადი და აღადგინა ნადი და NADH-ი მივიღეთ და პროტონი
და პროდუქტი არის ოქსალოაცეტატი. დაუბრუნდით საწყის. ოქსალოაცეტატი, რომელიც არის 4 კარბონიანი დიკარბოქსილატი თავისი კეტო ჯგუფით. ეს პროცესი თუ დანარჩენი ყველა პროცესი იყო ეგზერგონული და გიფსის თავისუფალი ენერგია იყო 0-ზე ნაკლები და უარყოფითი და სპონტანურად მიდიოდა, ამ შემთხვევაში დელტა G0 პრიმი არის +30 კილოჯოული მოლზე. რაც იმას ნიშნავს, რომ საერთოდ არ აწყობს რეაქციას, რომ მალატიდან ოქსალოაცეტატი გაკეთდეს. თან ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ ოქსალოაცეტატის კონცენტრაცია საკმაოდ მწირია. ის არის 1 მიკრომოლარითიზე ნაკლები. მიკრომოლარითი ნიშნავს, რომ 10-6 მოლარითია, რაც ძალიან ცოტაა. და ეს იმაზე ცოტაა, ვიდრე სჭირდება, რომ კაემი იყოს. რა არის კაემი? კაემი არის ის სუბსტრატის კონცენტრაცია, რომელიც სჭირდება, რომ Vmax-ის ნახევარი მივიღო. და Vmax-ი არის ის მაქსიმალური სიჩქარე რეაქციის, რომელიც მიიღება თეორიულად მხოლოდ მაშინ, თუ ამ ენზიმის სუბსტრატ მისაკავშირებელი ადგილები სრულიად ყოველთვის გაჯერებულია სუბსტრატით, რაც თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად თითქმის მიუღწეველია. ანუ თუ რაღაც ნივთიერება კაემზე ნაკლებია და ეს ნივთიერება სუბსტრატია, მაგალითად შემდეგ რეაქციაში ოქსალოაცეტატი, მაშინ ამ რეაქციის წინსვლა საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ იმაზე ნაკლები მაქვს ეს სუბსტრატი კონცენტრაციულად, ვიდრე კარგი იქნებოდა რომ მქონოდა. კარგი იქნებოდაში იგულისხმება, რომ სიჩქარე ყოფილიყო Vmax-ის ნახევარი. კარგით. ანუ მალატიდან მივიღეთ ოქსალოაცეტატი. და ოქსალოაცეტატიდან და მივიღეთ ნადაში თავის პროტონით, ანუ აღვადგინეთ ნადი. და ოქსალოაცეტატიდან ისევ ბრუნდებით აცეტილ-კოასთან, რომელიც პიროვატიდან გავაკეთეთ პიროვად ჰიდროგენაზე კომპლექსით, შემოვიყვანეთ რაც მოხდა მატრიქსში და მატრიქსში გვაქვს აცეტილ-კოა, მოვიდა ოქსალოაცეტატთან, ციტრატ სინთეზამ ისევ იმოქმედა ამაზე, კონდენსირება მოახდინა და მივიღეთ ციტრატი და წავიდა ისევ ციკლურად ყველაფერი, ისე როგორც უკვე განვიხილეთ. რაც შეეხება ამ პროცესებს, ამ კრებსის ციკლის ენერგეტიკულ ღირებულებას. ჯერ ამ სქემაზე შევაჯამოთ. გამოთავისუფლდა კოა, გამოთავისუფლდა წყალი, შევიდა წყალი, გამოთავისუფლდა ნადაში, გამოთავისუფლდა CO2, გამოთავისუფლდა ნადაში, გამოთავისუფლდა GTP, გამოთავისუფლდა ფადაშორი, შევიდა წყალი და გამოთავისუფლდა ნადაში. ეს რომ შევაჯამოთ ყველაფერი, გამოვა ესე, რომ შევიყვანეთ აცეტილ-კოა, 3 ნადთან და 1 ფადთან, 1 ADP და არაორგანულ ფოსფატთან და 2 წყალთან ერთად. მივიღეთ რა? გამოთავისუფლდა 2 CO2 და ეს 2 CO2 არის აცეტილ-კოათ შესული აცეტილის ჯგუფის 2 კარბონის წყარო, 2 CO2, გამოთავისუფლდა 3 ნადაში 3 პროტონით, გამოთავისუფლდა 1 ფადაშორი, 1 ATP და ATP გვიწერია, იმიტომ რომ სინამდვილეში GTP გაკეთდა, მაგრამ GTP და ATP ზუსტად 1-1-ზე არის ენერგეტიკული ღირებულებით. და გამოთავისუფლდა კოენზიმ AS-ში. დაახლოებით ჯამური გიფსის ენერგია მაინც უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ სპონტანურია და მიმდინარეობს წინსვლით. ნადაშების და ფადაშორების გადაყვანა ATF-მდე შეგვიძლია. რატომ? იმიტომ რომ ნადაში ხომ არის პასუხისმგებელი თავისი პროტონით, რომ ეს ელექტრონების ტრანსპორტი მოხდეს, რომ პროტონების pumping-ი მოხდეს მატრიქსიდან ინტერმემბრანულ space-ში, შესაბამისად, დადგენილია, რომ ერთ ATF-ს შეუძლია 10 პროტონის pumping-ი გააკეთოს მატრიქსიდან ინტერმემბრანულ space-ში. ეს პროტონები გრადიენტს რო ქმნიან, ხო ისე უნდა დავაბრუნოთ ATP სინთეზასთან. ATP სინთეზა, რომელიც არის მეხუთე კომპლექსი, სჭირდება 4 პროტონი, რომ 1 ATP დაასინთეზიროს მატრიქსიდან მისულ ADP და არაორგანული ფოსფატიდან. შესაბამისად მივიღეთ რა? თუ ერთ NAD pH-ს ერთ ნადაშს თავისი პროტონით შეუძლია 10 პროტონის pumping-ი გააკეთოს
და ერთ ATP-ს სჭირდება 4 პროტონი რომ გქონდეს, რომ დასინთეზირდეს, 10 თუ გავყოფთ 4-ზე მივიღებთ 2.5 ATP-ს. ანუ ერთი ნადაშიდან შემიძლია 2.5 ATP-ის მიღება. რაც ცოტათი განსხვავებულია ფადაშორთან, იმიტომ რომ ფადაშორს შეუძლია 10-ის მაგივრად რაც ნადაშიდან იყო, მხოლოდ 6 პროტონის ფამფინგი. შესაბამისად 6 რო გავყოთ 4-ზე, მივიღებთ 1.5-ს, ანუ დაახლოებით ერთ ფადაშორს შეუძლია 1.5 ATP-ის მოცემა. თუ დაუბრუნდებით ამ ჩვენ რეაქციას ჯამურს და დაუბრუნდებით იმას, რომ 3 ნადაში გამიკეთებია, ნიშნავს 3-ჯერ 2.5 ATP-ს, ერთი ფადაშორი გამიკეთებია, რაც ნიშნავს 1.5 ATP-ს, 3-ჯერ 2.5 7.5, 7.5-ს 1.5 უნდა დავამატოთ და მივიღებთ 9 ATP-ს და ასევე უნდა დავამატოთ GTP, რომელიც გამოიყო, უბრალოდ რადგან GTP და ATP ეკვივალენტური არის ATP-ს ვწერთ და 9-ს რო დაემატება ეს ერთი ATP, მივიღებთ 10 ATP-ს. ანუ ერთი კრეფსის ციკლი მაძლევს ენერგეტიკულად 10 ATP-ს. შესაბამისად კრეფსის ციკლი ამით დასრულდა, მიმოხილვა. იმედია დაგეხმარათ გააზრებაში და სტრესის მოხსნაში. სხვა კრეფსის ციკლთან თუ სხვა მეტაბოლიზმებთან ან სხვა თემებთან დაკავშირებით დაგიბრუნდებით შემდეგ ვიდეოში.